მოგესალმებით ყველას. დღეს გასწავლით როგორ შევცვალოთ ჩეკის პრინტერზე IP მისამართი. იმისათვის რომ შევცვალოთ IP მისამართი, დაგვჭირდება ეგრეთ წოდებული ტუპოი სვიჩი, TP-Link-ის სვიჩი არის ჩვეულებრივი, ორი პაჭკორდი, თვითონ ეს პრინტერი და ლეპტოპი. დავიწყოთ თავიდან. შევაერთოთ კვების ბლოკზე ჩვენი პრინტერი და ასევე დავაკავშიროთ პაჭკორდი. ეს პაჭკორდი შევაერთოთ სვიჩზე, უნდა ანთოს აი ასეთი ნათურა. და მეორე პაჭკორდი შევაერთოთ ლეპტოპზე. ზოგ ლეპტოპს აქვს გადამყვანი, ანუ პირდაპირ რომ მიდიოდეს LAN-ის კაბელი, ხოლო ზოგს არ აქვს. ამიტომ გაითვალისწინეთ ესეც. როგორც ხედავთ, შეერთებულია ანათებს სვიჩზე ორი ნათურა და გადავინაცვლოთ უკვე შემდეგ საფეხურზე. ჩემ შემთხვევაში პრინტერს მოყვა ფურცელი, სადაც წერია IP მისამართი. ხედავთ ალბათ. თუ თქვენ არ იცით პრინტერის IP მისამართი, ჩემ შემთხვევაში არის Skanglis პრინტერი. დავაჭერ გამორთვის ღილაკს. შემდეგ აი აქეთ აქვს ერთი ღილაკი. დავაჭერ ამას, არ აუშვებ და დავაჭერ ჩართვის ღილაკს. ამოიბეჭდა ასეთი print page-ი, სადაც არის IP მისამართი მითითებული. всё, ეს IP აღარ დაგჭირდება. ახლა გადავინაცვლოთ ჩვენს ლეპტოპზე. გადავიდეთ network პარამეტრებში. შემდეგ ავირჩიოთ change adapter options. გადავიდეთ Ethernet-ის პარამეტრებში, შემდეგ properties, ავირჩიოთ Internet Protocol version 4 და ხელით გავწეროთ IP. დავხედოთ 192, 168, 088. ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება შემდეგი IP. 192, 168, 089. დავაჭიროთ tabs. საბნეტი ავტომატურად ჩაიწერება და gateway-ში უნდა ჩავწეროთ 192, 168, 0.1. დავაჭიროთ OK-ს. შემდეგ ისევ OK. Close. გადავიდეთ ბრაუზერში და ჩავწეროთ პრინტერის მისამართი. Default მისამართი 192, 168, 0.88. როგორც ხედავთ, გადავედით კონფიგურაციის მენიუში. აქეთ ავირჩიოთ configure interface და fixed IP address მოვნიშნოთ, თუ მონიშნული არ არის და ჩავწეროთ ჩვენი სასურველი IP მისამართი. ჩემ შემთხვევაში იქნება 10.127, 208, 23. Gateway-შიც იგივენაირად 127, 208, 1. Gateway-ში ყოველთვის უნდა დარჩეს 1 ბოლოში. ამ რეინჯში 10.127, 208, 23-ის რეინჯში მოძებნის ქსელი თავის პრინტერს. დავაჭიროთ saves. OK. როგორც ხედავთ, შეინახა და შეგვიძლია შევამოწმოთ. გავთიშოთ პრინტერი. დავაჭიროთ ამ ღილაკს და ჩართვის ღილაკს. როგორც ხედავთ, შეიცვალა IP მისამართი. სულ ეს იყო მეგობრებო, ისი ჩვენებაც მინდოდა. მადლობა ყურადღებისთვის. თქვენ კი შეგიძლიათ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. მომავალ ვიდეო გაკვეთილამდე.